ну, მრავალჯერ გაჟღერდა უკვე ეს cashback-ის თემა და პირველი ამომავალი საკითხი ვფიქრობ, რომ არის ეს cashback-ის თემა. სადისტრიბუციო კომპანიებს სახელშეკრულებო პირობები გავალდებულებს, რომ ჩვენ გაყიდულ პროდუქციაზე cashback-ი დაუბრუნოთ retail-ს. ეს cashback-ი ყველაზე კარგ შემთხვევაში იწყება 20%-დან და აღწევს 50%-ს გარკვეულ სეგმენტზე. ну, პირველად მოხმარების პროდუქტებზე შედარებით დაბალია და უკვე შოკოლადის ნაწარმოებზე ან ესეთ სხვა პროდუქტებზე 50%-მდე ადის. ანუ თავისთავად დისტრიბუტორი და იმპორტიორი იძულებული არის, რომ თავის გარკვეულ მცირე მარჟას დაამატოს ის cashback დასაბრუნებელი თანხა, რომ გააგრძელოს ოპერირება. ну, გარდა ამისა, შესვლის აფასური, მაღაზიის გახსნის აფასური, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ ყველა ის თქვათ მიწოდებული პროდუქცია ვადა გასვლაზე პასუხისმგებლობა ისევ ჩვენ გვევალება და უნდა გამოვითხოვოთ და ჩვენზე არის ეს ასე მცირე ვადიან პროდუქტს ვერ მივაწვდით. მაგალითად 50% როცა აქ დარჩენილი პროდუქციას ჩვენ ვერ მივაწვდით სახელშეკრულებები გავალდებულებს, რომ უნდა იყოს მინიმუმ 50%-ზე მეტი დარჩენილი ვადა. ანუ ჩვენ ვერ იძულებული ვართ ეს ან ზარალზე გავყიდოთ, ან საბოლოოდ თუ ვადა გაუვა, უნდა კიდევ ერთხელ აგვიხსნათ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის ფაქტორი არის ეს დიახ ნაშთების ბრუნვის პროცესია თქვენ რაც ახსენეთ ეს არის ფაქტიურად Excel-ში შეტანილი საქონლის მონიტორინგი აი როგორ ხდება მონიტორინგი ეს მიწოდებისას პროდუქციის მიწოდებისას უმრავლეს ყველაზე ვერ ვიტყვი მაგრამ უმრავლეს Excel-ს აქვს ეს პირობა ჩადებული რომ თუ პროდუქციას დარჩენილი აქვს შენახვის ვადა 50%-ზე ნაკლები ჩვენ ვერ შევიტანთ ამ პროდუქციას. ანუ უნდა იყოს 60-70-იან. აი ეს მეოთხე დღეა მეხსმის ეს cashback-ი. დიახ. ხო, და მინდა რომ ჩვენ მაყურებელს კარგად ესმოდეს რას ნიშნავს cashback-ი. და ამიტომ ერთი მაგალითის სახეზე ხო არ შეგიძლიათ რომ პროცესი მოგვიყვეთ თავიდან ბოლომდე. აი გააქვთ პროდუქცია, რომელიც სიტყვაზე ღირს 10 ლარი. როგორ მუშაობს cashback-ი? აგვიხსენეთ თუ შეიძლება. კი ბატონო, აი მაგალითად 10 ლარიანი პროდუქცია. ამ 10 ლარში გათვალისწინებულია კომპანიის მოგებაც. თქვა ასე. დიახ, ჩვენი მოგება. მიწოდების პირობისას მე მიდევს ხელშეკრულებაში, რომ 50 გაყიდული მიწოდებული პროდუქციის ღირებულებიდან 50% უნდა cashback-ი დაუბრუნოს. კომპანია იძულებულია, რომ ეს 50% რაც უნდა უკან დაუბრუნოს, თავისთავად დაამატოს ამ ღირებულებას 10 ლარს. ანუ 15 ლარი. მაგრამ 15 ლარიდან უკან დაბრუნებული 50% კიდევ უფრო მეტი გამოდის. არა, ამისენთ უბრალოდ მე ვარ Excel-ი. დიახ. თქვენ ხართ დისტრიბუტორი. ხო, როგორ მუშაობს cashback-ი? ამიხსენით. აი, მოგაქვთ პროდუქტი. დიახ, მე რომ თქვენ მოგაწოდეთ 10 ლარად. 10 ლარი არის თქვენი ფასი პროდუქტის? ჩემი ფასი თუ არის 10 ლარი. დიახ. მე თქვენმა დაგებრუნოთ. ამ 10 ლარში cashback-ი შედის? თუ შედის 5 ლარი უნდა დაგებრუნოთ, თუ არ შედის, მე უნდა დავამატო ეს 5 ლარი. ხო, ერთ-ერთი ვარიანტი უნდა წავყვეთ, ან შედის, ან არ შედის. დიახ, ჩავთვალოთ რომ შედის. შედის. ხო. და შედის რომ 50% არის cashback-ი. ხო ასე არის. გავყიდე მე ეს პროდუქტი. 10 ლარად გავყიდე 10 ლარად თუ 12 ლარად მნიშვნელობა არ არის. ეს პროდუქტი გაიყიდა და თქვენ გიბრუნებთ უკან 10 ლარს და თქვენ უკან მიბრუნებთ 5 ლარს. კი ბატონო. ესე იგი თქვენი პროდუქციის თვითღირებულება არის 5 ლარი. კი ბატონო. ასე არის. ეხლა კითხვა მაქვს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი აღარ არსებობს cashback-ი, ამ შემთხვევაში თქვენი პროდუქციის ღირებულება იქნება 5 ლარი. კი ბატონო. ხო ასე არის. ავტომატურად მოიხსნება. აი cashback-ი იქნება თუ არ იქნება თქვენთვის ფაქტიურად არაფერი იცვლება, გარდა იმისა, რომ ბრუნვაში 5 ლარი გაკეთდებათ და საოპერაციო ხარჯებში ისევ 5 ლარი. საოპერაციო ხარჯი, ანუ იმდენად შეზღუდული მინიმალურია ჩვენ. ხო ასე გამოდის. კი, ეგრე არის. ანუ ჩვენ იძულებული ვართ. ესე იგი თქვენზე ეს ასე რომ ვთქვათ, მოგების მარჟის თვალსაზრისით არაფერს შეცვლის. არაფერს არ შეცვლის. არაფერს არ შეცვლის. უბრალოდ ეს გამოდის, რომ არის მექანიზმი, მარკეტინგული მექანიზმი არის და გაყიდვების მექანიზმია. სწორად მესმის? აბსოლუტურად.